შიდა ქართლში არალეგალური ალკოჰოლური სასმელების წარმოების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ბორია გოგიჩაიშვილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით აღნიშნული პირები გორში წლების განმავლობაში სათავეში უდგნენ არალეგალურ საწარმოს, სადაც უსტარულად იწარმოებოდა როგორც ქართული, ასევე უცხოური ბრენდების სახელით ალკოჰოლური სასმელები. ოპერაციის შედეგად ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის პროდუქტები 75127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დადგენილია, რომ უკანონოდ დამზადებული პროდუქცია შემდგომში რეალიზდებოდა ქვეყნის მასშტაბით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით და 200 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75,127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც უსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა რეალიზაცია. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა მილიონობით ლარი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.